ღვთიური ენერგია როგორც დამოუკიდებელი ძალა ჩემში. ამ ენერგიის საოცარ საუკუნალო თვისებებზე მე უკვე ბევრჯერ დავწერე და ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ენერგია როგორც დამოუკიდებელი რამ ჩემში. ღვთიური ენერგიის გადმოსვლიდან დღემდე, როდესაც ეს მოვლენა მოხდა ჩემ თავს და მე შეუერთდი ღმერთის ენერგიას, იმ დღიდან რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ნეფსის თუ უნებლიეთ მე დავიწყე ადამიანების კურნება. ღვთიურ ენერგიას არ ჰყავს კონკურენტი, რომელიცაც ადამიანმა შეიძლება ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს და განიკურნოს, ვინაიდან ერთადერთი ენერგია, რომელსაც შეუძლია გამოიტანოს ორგანიზმიდან უარყოფითი ენერგიები, გაწმინდოს სხვა დანარჩენი მავნე ნივთიერებებისგან და გამოაჯანმრთელოს ორგანიზმი. მაგრამ გეტყვით, რომ ეს ენერგია დამოუკიდებლად მოქმედებს და მუშაობს ადამიანში. მისი საჭიროების მიხედვით. ჩავწვდეთ ღმერთის ენერგიას ბოლომდე და შევძლოთ გავაცნობიეროთ მისი გონი და ახსნათ ის სასწაულები, რომლებსაც ღვთიური ენერგია აღასრულებს ადამიანში. შეუძლებელია, მაგრამ მე შევეცდები ღმად გავყვე იმ პროცესებს, რომელთაც ღვთიური ენერგიის კურნებისას გადის ადამიანი. ვინაიდან მე მხოლოდ გამტარი ვარ ამ ენერგიისა, ის დამოუკიდებლად მუშაობს თითოეულ ადამიანზე. შემოდის რა თქვენში, მე ამას ვაკეთებ ხელის დადებით და ხელინახელში გადავცემ ადამიანს. ერთადერთი ენერგია, რომელიც ელვის სისწრაფით გარბის იქ, სადაც რეალურად პრობლემა აქვს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მცდარი დიაგნოზებით მოსულან ენერგია თვითონ სვამს დიაგნოზს, ვინაიდან ადამიანი პირველად იგრძნობს ენერგიას, სადაც რეალურად პრობლემა აქვს. ამიტომ ხშირია შემთხვევები ჩემს კურნებაში, როდესაც ენერგიას ვანდობ ხოლმე პაციენტს და ის არასდროს ცდება და უტყუარ დიაგნოზს სვამს. მაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანისთვის პირველად მიუნიჭებია სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებები და ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ეს განცდა კარგა ხანი არ ჰქონიათ და ეს ენერგია როგორც ცოცხალი ორგანიზმი ისე მოქმედებს. დიდია ამ ენერგიაში ჩადებული გონი, რომლის ამოცნობა და გაცნობიერება მეც კი მიძნედება ხოლმე, ვინაიდან მთელი ჩემი კურნების განმავლობაში უამრავი სასწაულის მოსწრე გავხდი. უამრავი ადამიანი განიკურნა და დააღწია თავი გარდაუვალ ლეტალობას, მაგრამ ყველაფერის მიუხედავად ის თვითონ მოქმედებს და არასდროს არაფერს მეკითხება. მე მხოლოდ შრომობ, რომ თქვენამდე მოვიტანოთ ძვირფასო მეგობრებო. ყველაფერი კი თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ უხსნით გზას ღვთისმსა და ძალას, რომ შემოვიდეს თქვენში და მიიღოთ ნანატრი ჯანმრთელობა. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი თქვენთაგანი არ დაფიქრებულ ხარ, თუ რამდენს მუშაობს ეს ენერგია თქვენს გამოჯანმრთელებაზე. ერთი წუთით ჩავიხედოთ საკუთარ თავში და გავყვეთ ენერგიას ჩვენში და დავწმუნდებით, რამხელა შრომა და რამხელა გონი სჭირდება, რომ მივიდეს იქ, სადაც საჭიროა. გამოაძეოს სხვა უარყოფითი, რაც კი ჩვენშია და გამოგვაჯანმრთელოს. მაქვს შემთხვევები, თუმცა ძალიან მცირე, როდესაც ადამიანი თვითონ კეტავს თავის თავში ღვთისმსა და სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ვერ იღებენ კურნებას. ამოუცნობია უფლის ძალა და შესაძლებლობები. ჩვენ ადამიანები უძლურნი ვართ ჩავწვდეთ მის სიღრმეებს, თუმცა კი ვალდებული ვართ დავაფასოთ ის, რაც გვეძლევა, ვინაიდან დრო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, გვიწევს, ეს არის განსაცდელებისა და გადაწყობის ხანა. ვინც შეძლებს, რომ აუწყოს ფეხი სამყაროს, დიდია ჯილდო. უფალი არასდროს არავის ტოვებს განსაცდელში. ეს ჩვენ ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად ვერ ვხედავთ მის არსებობას ჩვენში. ჩავწვდეთ სამყაროს, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია და ვიცხოვროთ მისი წესრით და კანონებით მით უმეტეს, მაგრამ დავფიქრდეთ საკუთარ თავსა და მისიებზე ამ სამყაროში თითოეულ ჩვენგანს რა შეუძლია. თუ ამას მცირედით გავაცნობიერებ, ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ სინქრონში მოძრაობას სამყაროსთან. ეს ისეთი ჰარმონია გახლავთ, არასდროს მოგინდებათ განეშოროთ მას. სამყაროს უდიდესი გონი, როგორიც არის ღვთიური ენერგია, რომლის მფლობელი და გამტარი გახლავართ მე, ძვირფასო მეგობრებო, მოქმედებს ადამიანში ჩემგან დამოუკიდებლად და თქვენი მოცემულობის მიხედვით. ვის რა გჭირდებათ? ამიტომ, როდესაც მოდიხართ ეზიაროთ მას, გახსენით გული და სული, იწმუნეთ ღმერთის ძალა და შესაძლებლობები და ღვთიური მადლი არავის დატოვებს გულდაწყვეტის. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მე ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე. თქვენამდე მომაქვს ეს მადლი და ძალა. შემდეგ კი რჩებით მარტო თქვენ და უფალი. მადლობდეთ მას ყოველი დღისთვის, მადლობდეთ გამოჯანმრთელებისთვის და თუ ეს გამოჯანმრთელება არ დგება, დაფიქრით, რატო განეშორეთ ღმერთს და იზრუნეთ უფალის შემოუშვათ თქვენში. რამე თუ ის ყველა ადამიანშია, მაგრამ ვერ გრძნობთ მის არსებობას. ენერგია დამოუკიდებელია ჩემში. არ ემორჩილება არანაირ წესს და კანონებს. ღვთიურ ენერგიას არ აქვს დრო, სივრცე, საზღვრები. ის ყველგან მოედინება, თუ თქვენ იხმობთ მას და სთხოვთ დახმარებას.